არტეზიული წყლები მიწისქვეშა წყალია, რომელიც ორ წყალგაუმტარ ფენას შორის მდებარეობს, ამიტომ წნევის ქვეშ იმყოფება. ასეთ ადგილში ჭაბურხილის გაჭრის შედეგად წყალი დიდი წნევით ამოდის დედამიწის ზედაპირზე და შადრევანივით იფრქვევა. არტეზიული წყლები უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენენ და ძირითადად დედამიწის წიაღის 80,000 მეტრის სიღრმეზე მდებარეობენ. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მსოფლიოში სიდიდით მეორეა რუსეთში მდებარე დასავლეთ ციმბირის არტეზიული აუზის შემდეგ. ის ავსტრალიის ტერიტორიის 22%-ია გადაჭიმული. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი კონტინენტის არიდულ და ნახევრად არიდულ კლიმატურ ზონებს მოიცავს. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის მიწისქვეშა წყლები ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს, რომელიც დიდი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ფერდობებზე წვიმის სახით მოდის. ატმოსფერული ნალექები გრუნტში ჩაჟონვით აღწევენ წყალგაუმტარ ფენას. ამ ადგილზე ქანები სამხრეთი და დასავლეთი მიმართულებით არიან დახრილი. შესაბამისად, მიწისქვეშა წყალიც ამ მიმართულებით მიედინება. წყალგაუმტარი ფენების წნევის ზემოქმედების შედეგად ზედმეტი წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის და დროებით ნაკადებს ქმნის. ამით მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი დონის შენარჩუნება ხდება. მიწისქვეშა არტეზიული წყლები ძირითადად მტკნარია, მაგრამ არსებობს გარკვეული უბნები, სადაც მინერალური წყლებია თავმოყრილი. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზი მნიშვნელოვანი წყლის რესურსია ირიგაციის, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების თვალსაზრისით. ეს აუზი წყლით ამარაგებს 2000-მდე ჭაბურღილს. ბუნებრივ რესურსებზე სულ უფრო მზარდმა მოთხოვნილებამ და მრავალი ჭაბურღილის დაყენებამ მიწისქვეშა წყლების ბალანსზე უარყოფითად იმოქმედა და წყალშემცველი ჰორიზონტის დაბლა დაწევა გამოიწვია. დღევანდელ დღეს სულ უფრო და უფრო ღრმა ჭაბურღილების დაყენებაა საჭირო. ავსტრალიაში ჭაბურღილების მკაცრი საზედამხედველო კონტროლია დაწესებული, რომელიც ერთ-ერთი მოვალეობაა მიგდებული ჭაბურღილების პოვნა და მათი დალუქვა. ყველასათვის ცნობილია, რომ თბილი წყაროების არსებობა დაკავშირებულია ვულკანურ პროცესებთან. ეს ასე არ არის. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის წყლების ტემპერატურა სიღრმეში ჩასვლასთან ერთად მატულობს ყოველ 32 მეტრზე საშუალოდ 10 გრადუსით და მიწისქვეშა თბილი წყაროების საშუალო ტემპერატურა 30-50 გრადუსს აღწევს. სწორედ თბილი მინერალური მიწისქვეშა წყაროების წყალობით ავსტრალიაში განვითარდა ტურიზმი. ავსტრალიის დიდი არტეზიული აუზის თერმულ წყლებს ალტერნატიული ენერგიის წყაროდაც იყენებენ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიის მოთხოვნილებას 25%-ით აკმაყოფილებს. ამ წყლების გაგრილებით ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაც ხდება.